მისალმე ხალხს ჯიმი. სალამი ნიკო. გამარჯობა. გავიდა ერთი კვირა, მაგრამ შენთვის ორი კვირა ალბათ. კი, წინა კვირას სტუმრად არ ვიყავი, ისე გამოვიდა რომ რა ბოლო წუთას დავრეკე რომ ვერ მოდივარ მეთქი. და ნახე რომ ჩემი ფეხსაცმელები შეავს კალკი არის ინგლისურიდან ეს, მაგრამ მოკლედ გასაგებია. დათო ქორიძე იჯდა გადასარევად გაართვა თავი ამოცანას, მით უმეტეს რომ ესე ბოლო წამს კი ბატონო. ხო, კარგა. დიდი თავპატიჟიც არ დაუწყე ახლა რო არ მოგატყუო ნიკო, ერთი გაიბრძოლა რომ აო რა საჭიროა და იქნებ მარტო ჩაწერო და მარტო ადრეც ყოფილა ხოლმე შეებულებებში რომ გავდიოდით, წერდით ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად აი ნაძალადებს აგავს და აი შენ თავს რო აგულიანებ. შენ კიდე გამოგდის, მე ძალიან მიჭირს რომ აი იმასავით არის, ხო, თემიდან თემაზე რო გადადიხარ, რაღაც ეს ენერგია უნდა წაიმატო, რაღაც იმპულსი გჭირდება და მე მიჭირს ხოლმე თორე შენი იმიდან ბლოგერობის გამოცდილება თუ ვლოგერობის გამოცდილებიდან საათობით შეგიძლია ილაპარაკო და ისაქნა ენერგიაც საიდანღაც გამოიხმო და გადახვიდე. ვაფასებ შენს თავდავლობას ჯიმი, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო განკითხვით დღის ეპიზოდი რაც ჩაწერილა, მარტო იჯექი აქ და შენს ბავშვობაზე ლაპარაკობდი, აფხაზეთზე ლაპარაკობდი და ნახვებიც ბევრი ქონდა და ძალიან საინტერესო იყო, ასე რომ მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, მაგრამ თავსაც ნამეტანი ნუ დაიკნინებ, იმიტომ რომ ეგრეც არ არის საქმე, მაგრამ ხო, ეხა ესე რომ გირეკავენ რომ ვიცი რა, ეხა უნდა აქ ყოფილიყავი, მაგრამ გირეკავ და ვერ მოვდივარ. მაგ დროს იჯდე და ილაპარაკო რამეზე სრულიად წარმოუდგენელი რამე, ასე რომ ქორიძემ კარგი საქმე გააკეთა და მთელი შევხედე 27 წუთი იყო ნალაპარაკები და მომეწონა ეგ რაოდენობა. ერთ-ერთ ჩვენსაც ეწერა ერთ საათს გისმენთ ხოლმე, მაგრამ ესე უკეთესი იყო. ხო, რა ვიცი. წავიკითხე კომენტარებიც. ხო. ნუ მოკლედ ესე ვთქვათ, ქორი, მადლობა უთხრათ, დღეს არ არის ქორი, აუხსნათ რატომაც არ არის. ნუ ახლა ისეთი ამბავი ალბათ არ დარჩა საქართველოში ადამიანი, ვის ყურამდეც ეს ინფორმაცია არ მევიდა, პატრიარქი გარდაიცვალა და ეს მთელი ახლა რედაქცია ჩვენ საიტზე თუ შემოვლენ ნახავენ იქ ლაივ-ლოგიც გვაქვს და უამრავი მასალა არქივიდან მიმდინარე, იქ ყველა გამოეხმაურა, არავინ ხო, იცი რა არის გამოხმაურებებზეც რო ვთქვათ, ხო, ბევრნაირი, მრავალნაირი გამოხმაურება შემხვდა ნიკო, მაგრამ ნუ აი ვერ ნახავ ადამიანს, რომ აი არ გამოეხმაურა რა, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ან ცნობილი ადამიანი, ხო? გულგრილი არავინ დატოვა, ნუ ზოგი აკრიტიკებს, ზოგი აქებს, ზოგი გლოვობს, ნუ ყველანაირი ის არის რეაქცია არის და ჩვენთან ასე ვთქვათ, აი ჟურნალისტური ძალიან მაღალი სტანდარტით ვცდილობთ გაუშუქებელი არ დაგვრჩეს მისი არც წარსული, არც გაკეთებული საქმეები და ნუ სალაპარაკოც ალბათ ბევრი არის. მე მაინც ვილაპარაკებდი ამ თემას ვერ აუქცევთ ვერანაირად გვერდს, ხო? აი მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში რაღაც ორ ეტაპად შეიძლება გავყოთ, ხო? მოგეხსენებათ 77 წელს ეკურთხა აღსაყრდდა ხო, აი გაგანია საბჭოთა პერიოდი იყო ეს უკვე შეიძლება ვთქვათ ესეთი მებრძოლი ათეიზმი არ ყვაოდა, მაგრამ ნუ ეკლესიის ამბავთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირი იყო ესეთი მიზანმიმართული ანტირელიგიური ათეისტური ქვეყანა ხო და რაც მან მოახერხა სიტყვაზე იმ პერიოდში, ხო, მაშინ რომ წარმოვიდგინოთ, ხო, ეკლესიების რაოდენობა, მღვდელსახურების რაოდენობა წარმოუდგენლად დაკნინებული იყო. მე მაგალითად ქალაქი სადაც დავიბადე, ერთი ეკლესიაც კი არ იყო, ხო? არ დავიბადე, მაგრამ სადაც გავიზარდე, სადაც ვიცხოვრე, ხო? ერთი ეკლესიაც არ იყო. ხო, ეს ახლა თავისთავად მნიშვნელოვანი ამბავია. სიდიდით მეორე, მესამე ქალაქია, ხო? და არ იყო. ხო, თან მე რა არის, იცი, გინდა არ გინდა, ხო? როდესაც ქვეყანა დაპყრობილი არის, ხო? თვითონ საზოგადოება ეძებს რაღაც საყრდენებს, ხო, რომ აი რაღაც ეს სახელმწიფოებრიობის რაღაც ნაშთები შემოიკრიბოს, ხო? და იმის გამო რომ წინა პატრიარქებმა მოახერხეს 1917 წელს ამ ავტოკეფალიის დაბრუნება რუსეთისგან, რომელიც 106 თუ 107 წლის განმავლობაში წართმეული იყო, ეკლესია აი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, სადაც სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი მომსმარი იყო, რაღაცნაირად ესეთი ჭიატობდა აი იმის, რომ განსაკუთრებული ვართ, ავტოკეფალია გვაქვს, რაც რუსეთისგან განსხვავებულობას ნიშნავდა. ხო, და აი ეს რაღაც ნაპერწკალი რაღაცნაირად მის ხელში გავივიდა, ხო? სასულიერო სემინარი არ იყო, სასწავლებლები არ იყო, ხო? თვითონაც ახლა ბევრი ნახავდა, ხო, ბევრი დაიწერა, ხო? ეს სასულიერო განათლება რუსეთში მიიღო, იმის გამო რომ აქ არ იყო, ხო? მე მის ხელში ნუ რაღაცნაირად გაჩნდა ეს კერები და
ისედაც ხო აი მე რასაც ვამბობ რომ აი ეს მიზიდულობის ცენტრი გაჩნდა დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის როგორი რაღაც არის სანამ დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით ახალგაზრდებში ესეთი პროგრესული ტიპები ვინც ფიქრობდნენ რომ ნუ არ არის ეს ჩვენ არა ვართ საბჭოთა კავშირის ნაწილი და მით უმეტეს არა ვართ რუსეთის ნაწილი ხო აი რაღაცნაირად იზიდავდა ეს სიონი სადაც უნდა დაკრძალონ ხო აი ეს სიონის საკათედრო ტაძარი ახლა რო ბევრი ჩვენი თაობის კი არა უფრო ახალი თაობის აღმოაჩენს რომ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი რომელიც აი 70-იან წლებში 80-იან წლებში სტუდენტები იყვნენ ან უფროს კლასელები იყვნენ რომ ეკლესიასთან იყვნენ ძალიან დაახლო ზოგი სტიქაროსანი იყო ზოგი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა გდლობას აპირებდა და რაღაცა ხო აი მოკლედ დამოუკიდებლობის იდეაც და ეს უკვე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეაზე მეტი ხორცს შეცხმას რო იწევდა რომ რაღაც უკვე მოძრაობის ის ჩანასახი რო გაჩნდა ხო იკრიბებოდნენ ხო ძნელი იყო რაღაცნაირად ებრძოდა სახელმწიფო მაგრამ ეს მაინც ასე ვთქვათ ოფიციალურად დაშვებული ინსტიტუცია იყო და ნუ საყრდენი იყო რა ასე ვთქვათ ხო ცარიელ ადგილზე არაფერი არ ჩდება ის რომ ის 3 წელი დამოუკიდებლები ვიყავით და ეს დამოუკიდებლობის თავრობა ისე წავიდა ემიგრაციაში რომ უარი არ უთქვამს დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვანი საყრდენი იყო მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ასე თქვა ვირტუალური შეიძლება ვირტუალური არა მაგრამ ხელჩასაჭიდი ასე ვთქვათ აი რაღაც შეკრების ადგილის თვალსაზრისით რაღაც ეს კონცენტრაციის თვალსაზრისით ну რთული იყო ის ხო ну ემიგრაციაში იყო წასული თავრობაც და მისი შთამომავლობით და აქ ხო რაღაცნაირად ეს ეკლესია იყო აი საბჭოურობისგან განსხვავებულობის ნიშანი და ადგილი და ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ნუ თვითონ პიროვნებასაც ჰქონდა ნუ მოდი ვთქვათ ასე ხო პოლიტიკოსი არ იყო მაგრამ ნუ პოლიტიკაში თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ხო ამ დროის განმავლობაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში მისი მსგავსი გავლენა და მაღალი რეიტინგი არ ქონია არც ერთ პოლიტიკოსს. ახლოსაც არავინ არ ყოფილა. ხო. მე ვფიქრობ, ესეც იწევდა მის მიმართ ამ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას. ბევრი ითხოვდა ისეთ რაღაცას, რაც თვითონ ფიქრობდა, ხო, რომ აი არა მისი შესაძლებლობების თანაზომიერად არ გამოეხმაურა და არ გააკეთა რაღაცა. ამ დროს ნუ რაღაც მადლიერი ვინც იყო, ის ფიქრობდა, რომ ნუ მისი რეიტინგით და იმით ბუნებრივია ეს უნდა გაეკეთებინა, ხო? მან მოახერხა ის ჩემი აზრით რომ ვფიქრობ ხო აი ბევრი ხელისუფლება გამოიცვალა ხო არასოდეს არ ყოფილა ხელისუფლების ვალში ასე ვთქვათ რომ რაღაცნაირად მას ჭირდებოდა ხელისუფლების ლეგიტიმაცია და პირიქით იყო სულ ხო მიკროფონი დაიჭირე ხელში თორე წვალობ გატყობ და ესე გქონდეს და შეიქნება მე ახლა მე შენიშნასაც მოგცემენ სულ ჯიმი ლაპარაკობსო და ნიკომაც ხო, რავი, გზადაგზა გამახსენდება რაღაცა. ხო, მის მერე ამ ავადმყოფობაზეც უკვე გაჩნდა, ხო, ახლა ბუნებრივი არის ასეთი ქარიზმის და მასშტაბის პიროვნება რო იღუპება, მე მის სიკვდილთან დაკავშირებითაც ჩდება. უკვე ახლა მე ორი ის ეპისკოპოსის ის ვნახე კომენტარი, რომ რაღაც მოულოდნელად დაეწყო სისხლდენა და ეს რაღაც გასაჩხრეკია და ერთი ამბობს, რომ რაღაც ის გადასდა და თითქოს ყველა ის სასიცოცხლო ფუნქცია წესრიგში ჰქონდა და მე ეს უცბად მოულოდნელად დაიწყო ჯანმრთელობის გაუარესება და მე მაქვს ეს გამოცდილება მე მქონია ეს ფარული სისხლდენა რამოდენიმეჯერ და ასაკთან ერთად ხო პირველად რო დამემართა ვიყავი სადღაც 30 წლის და ჩემი ფეხით მივედი და გვიან გავიგე იმიტომ რომ გამოცდილება არ მქონდა და ნუ მაინც ჩემი ფეხით მივედი მე ნუ გემოგლობინი ფაქტობრივად აღარ მქონდა სისხლიდან დაცული ვიყავ მაგრამ გონება არ დამიკარგავს და აი წლების მერე რაღაც ბოლო ეპიზოდი მქონდა 5 წლის მერე ხო უკვე წამი არ დამიკარგავს ზუსტად ვიცოდი რა ცივი ის და აი მაინც უკვე რაღაც რამოდენიმე საათში უკვე ეს რეაგირებას იწყებს ორგანიზმი გონების დაკარგვის ეპიზოდიც მქონდა და 93 წლის ადამიანს ხო ხვდები ეს აღდგენის უნარი და ამ ძალების აღდგენის უნარი ძალიან ისეთი შესუსტებული აქვს და თან იმის გამო რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესები შენელებული არის და არწმუნებული ვარ გვიან მიხვდებოდნენ რომ მას სისხლდენა ჰქონდა და ეს ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აი საათებსაც, იმიტომ რომ წარმოიდგინე ჭრილობიდან მოდის სისხლი 1 საათს, 2 საათს აქვს და ძალიან დიდი მნიშვნელობა და თუ სიტყვაზე 1 დღის მერე იგებ, ნუ ძალიან ის არის. ხო, ნუ მე ვფიქრობ რომ ნუ ის რომ წყლული ქონდა
ყველაფერს ხსნის, რომ ამასაკში შეიძლება ამ სისხლის დენამ, ყოველგვარი ეჭვი რო გაიფანტოს და რაღაც ის, ჩემთვის სავსებით გასაგები არის რა მოხდა და როგორ მოხდა, ხო? ხო, რა ვიცი, ნიკო, შენ თუ რამე შეამჩნია ან მედიაში ან სოციალურ ქსელებში და შეამჩნია ცხადია, რომ ერთი ჩემზე უფრო გაცილებით მცოდნე და წონიანი ან რაღაც ადამიანია საჭირო, რომ ადეკვატურად მიმოიხილოს და უბრალოდ მეც იმას ვიტყვი, რომ უდავო რაც არის, რომ ილია მეორე იყო. კაპაციტეტებით ვკითხულობ ამ გამოხმაურობებს. თანამედროვე საქართველოს უახლეს ისტორიაში ან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, ან ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გააჩნია ვის კითხავ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება სხვების აზრით უფრო დიდი როლი ითამაშა, თვითონ ის იტყოდა, რომ არა, ის უფრო მნიშვნელოვანი იყო და ცალსახა არის, რომ იყო ყველაზე პოპულარული და პოპულარული ცუდი სიტყვა, კიდე ყველაზე მეტი სიყვარულით სარგებლობდა ყველანაირი გამოკითხვის და ისედაც ჩანდა, რომ ეგრე იყო და თან ისიც მნიშვნელოვანია, რომ ერთი პიროვნულად ვინ იყო ადამიანი და მეორე როგორც სიმბოლო რას წარმოადგენდა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას პატრიარქია ახლოდან შეიძლება არც უნახავს და არ ულაპარაკია და არაფერი. არის ბევრი ადამიანი, ვისთვისაც შეიძლება არც ქადაგება წაუკითხავს, არც იცის მაინდა-მაინც რას ამბობდა, ანუ ნეგატივურს კი არ ვამბობ, მაგრამ დიდი სიმბოლო იყო, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა. ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის არ არის მაინდა-მაინც სადაო, რომ ესე იყო და რა გასაკვირია, რომ ამხელა გამოხმაურება აქვს ამ ყველაფერს. ერთი რაც მომხდა თვალში, ანუ როდესაც უკვე გადაიყვანეს პატრიარქი საავადმყოფოში და როცა იყო ჩანდა უკვე, რომ ძიმედ იყო ვითარება, თავიდანვე სოციალურ ქსელში, Facebook-ში წინასწარ შფოთავდა ხალხი, რომ ახლა ვიღაცები გამოძვრებიან, დაიწყებენ თავისი რაღაცნაირი აზრის გამოთქმა, შეიძლება ნეგატიური რამის ლაპარაკს და მერე ამას ხელისუფლება გამოიყენებს იმის საჩვენებლად, რომ აი ჩვენ უსამშობლო რაღაცა ის სულ ეს მოლოდინი იყო და დღემდე რომ უყურებს ალბათ რაღაცები იწერება, იმიტომ რომ რაც გამოხმაურება ხდება ხოლმე, რომ აი რა დროს ეს იყო, იმან დაწერა, ამან დაწერა, მაგრამ საბოლოოდ მგონია, რომ უფრო გაერთიანებული საქართველო დავინახეთ სოციალურ ქსელში და ისედაც ვიდრე ოდეს, მაგრამ გლოვით გაერთიანებული, მწუხარებით გაერთიანებული შეიძლება, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული დიდი ზღვარი, რომ აი ამისკენ ვარ და იმისკენ ვარ არ იყო, რომ უმეტესობა ან გლოვობს და ან ვინც არ გლოვობს ყოფნის ზრდილობა თუ რა ვიცი რაც ქვია, რომ აცადოს ადამიანებს გლოვა, იმიტომ რომ ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ან არ ყოლია, ან რამდენიმე სულ უახლოესი ისტორიის განმავლობაში და მე მგონია, რომ ყველას ესმის. მათ შორის იმ ხალხს არიან რაღაცებისაც არ უყვარდა პატრიარქი, მაგრამ არ მგონია, რომ მათაც კი დააკნინონ როლი და მნიშვნელობა და ფუნქცია, რომელიც მან შეასრულა რამდენი ხნის განმავლობაში, ხო 77 წლიდან დღემდე. რამდენი ხანია და ასევე რაღაც ზოგზე დაცინოდნენ თუ ის იყო, რომ ზოგი ვერ ერკვევა, რომ ავტოკეფალია რას ნიშნავს, ვირა როდის როგორ გააკეთა, მაგრამ იმის იქით ახლა ზუსტად ტერმინებს და თარიღებს და რაღაცას რო თავი დავანებოთ, ალბათ უდავოა, რომ თანამედროვე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახე ილია მეორემ შექმნა. ხო, ანუ მანამდე წინამორბედები ყავდა და ამდენ საუკუნოვანი ისტორია და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს რაც გვაქვს პოსტსაბჭოთა პერიოდში, უდიდესი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებაში და მით უმეტეს რომ უამრავი ადამიანისთვის არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ასე რომ ჩემი ის იყო რომ ერთი რასაც ხედავდი თავიდან რომ აი ახლა ხალხი აკეხავს ამბავს რომ რაღაცა და ჩემი აზრით ეგ არ მომხდარა, მეორე ძალიან ბუნებრივია ხოლმე რომ ვიღაცები მე უთვლიან რომ ზოგი ან სხვა ადამიანებს რომ ზოგი ფარისეულურად განიცდის, ზოგი არაფარისეულურად, რა ჩვენი საქმეა ვიღაცას ახლა უწონო რომ რამდენად გულწრფელია თავის სიტყვებში ან არ არის ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალების მერე შეიძლება რა ვიცი პატრიარქი არ იყოს, ვიღაცა იყოს, მეზობელი იყოს და მიდიხარ და ზოგი უფრო გულით გლოვობს და ზოგს სახე აქ მიღებული, იმიტომ რომ წესია ეგეთი და ერთი რაც მე დავინახე არის ის რომ ესეთი რაღაც მიუხედავად განსხვავებისა ესეთი ერთიანი განწყობა არ ყოფილა აქამდე და ესეც მისი ფიგურის დამსახურებაა რომ მეც ველოდი რომ აი ეს ქარდების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა არსებობს, ეს პროპაგანდისტული მედია ეხენებს, შეიძლება რაღაც აზრს ამვითარებდეს ადამიანი და იქიდან ესეთი კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას აიღებენ, ფოტოს მიადებენ, მიაწერენ და მე ათრევენ და ათრევენ და ისა ხო. დიდად არ შემხვედრია ესეთი ამბები მე ხო. ხო, ახლა მაინც ის არის ისტორიული მოვლენა არის და ვერ გავექცევით ხო ის სიტყვაზე ეს ახალი პატრიარქიც უნდა აირჩიონ ეს
მაქსიმუმ 2 თვეში 40 დღის მერე, ხო? ხო და ახლა თვითონ წონიანი ფიგურა იყო, აი ეს ვინც ჩამოდის იმაზეც ემჩნევა სტუმრებზე, ხო, ეს ბართლომე ჩამოდის, ეს სოფლიო პატრიარქი. ხო, აი საინტერესო არის, აი ვის აირჩევენ, 39 ის არის ამ სინოდის წევრი და მათგან უნდა აირჩიონ, შეზღუდვებიც არის, ჩვენ საიტზე ეს წერი არის, კარგად არის ახსნილი, 40-დან 70 წლამდე ასაკი არის, ეს შეზღუდვა არის, უმაღლეს სასულიერო განათლება უნდა კონდეს და კიდე რაღაც დეტალები არის, ხო და იმდენად მნიშვნელოვანი არის ეს რბილი ძალა, რასაც ქვია ამ რუსეთის რბილი ძალა, ხო, ერთ-ერთი ამ რბილი ძალა არის ეს მართლმადიდებლობა, რომ ერთმორწმუნე რუსეთი, საქართველო, ხო და მე ვფიქრობ იქიდანაც იქნება ჩარევები, მოკლედ მარტივი ამბავი არ არის. ნახოთ როგორ იქნება და უნდა გამოიკვეთოს 3 კანდიდატი და მე ამ 3-დან აარჩიონ, ხო და საინტერესო არის, რომ აი ხო გეუბნები ის რაც იყო სიტყვაზე, აი როგორ გამოადგა საქართველოს ეს ავტოკეფალია, იმ 1917 წელს მოპოვებული ავტოკეფალია საბჭოთა პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სრულად დამორჩილებული ყავდა ერიც და ბერიც საბჭოთა კავშირს, ხო, მაინც ამ ავტოკეფალურობამ რაღაც ის საქნა, აი კვირტი გამოიღო, ხო, მისგან, ხო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მართლა ავტოკეფალია იყოს, მართლა დამოუკიდებელი იყოს. ჩვენ ვიცით რამხელა ინტერესი აქვს რუსეთს კავკასიაში, საქართველოში და ეცდება რაღაცნაირად ჩაერიოს, ხო. მე ეხა აქამდე რაც თქვა თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებები იყო, იმიტომ რომ იმის იქით არც ამაქვს, არც არაფრის პრეტენზია, არც ცოდნა და რაღაცა. მე მკითხველი ვარ ამ ამბავში, რწმენაც და რაღაც ჩართულობაც მეტი აქვს, ფოტოც ბევრი აქვს გადაღებული და რაღაცა და გულიც მეც ეთკინა, ჩემზე მეტად და მირჩევნია მე წავიკითხო რაღაც და მეც უფრო მკითხველი ვარ აქ ვიდრე აზრის გამოთქმელი, მაგრამ რაზეც მგონია რომ აზრი მეთქმის აყავს თქვაში, რა ვიცი. არის ერთ-ერთი ამბავისავით რაც აწყდა ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების საქციელზე და მაგაზე მინდა რომ ორი სიტყვა კლინიკაში ვიდრე ჯერ კიდე ცოცხალი იყო პატრიარქი და თვითონ უშუალოდ ლაივი არ მინახავს მანდელ, მაგრამ გამოხმაურებები წავიკითხე და არ მჭირდება ლაივის ნახვა, რომ აზრი მქონდეს ამასთან დაკავშირებით. ხო, და მესმოდა. ხო, იმიტომ რომ მეც ხარ რამდენი ხანია ამ წუთა ჟურნალისტად არ ვმუშაობ, სტუმრად არ აქ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. რამდენად არასწორია ჟურნალისტებზე ჯოხის გადატეხვა ასეთ შემთხვევაში. იმიტომ რომ იქ მესმოდა რაც ნანუკა ქაჯაიამ რაც კითხვა ცუდა დასვა თუ რაც სხვა გააკეთა ვიღაცა სხვა ჟურნალისტმა, ეს არ არის ჟურნალისტების ბრალი, ეს არის ამბის ხო ვიცით როგორ უნდა მოხდეს ხოლმე, რომ თუ არის ესეთი მასშტაბური მოვლენას, რომელიც არის იწვევს განუზომელ ინტერესს ყველას მხრიდან, თუ იქ არ მოაწყე ოთახი, სადაც ეუბნებ ჟურნალისტებს, თქვენ აქ შეხართ და 9 საათში 45 წუთში ერთხელ გამოვა ტიპი, მოხდა რამე, არ მოხდა, არა აქვს მნიშვნელობა. გეტყვით რაღაცას, როგორც აი არჩევნების დროს ან რაღაცა არის ხოლმე და ვიღაც შერჩეული სპიკერი, არა აქვს მნიშვნელობა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელია, საპატრიარქოს წარმომადგენელია, ვიღაცის ადამიანი, რომელსაც სიტყვა ეთქმის, რომელსაც შეუძლია რომ დაალაგოს აზრი და გაიგებს ამბავს, გამოვა მე აქ ჟურნალისტებს ეთქვის და ყველაფერი იქნება წესის მიხედვით და მშვიდად იქნება. თუ ესე არ იქნა, თავისთავად გამოდის, რომ არ აქვს იქ მნიშვნელობა ჟურნალისტის სახელს და გვარს და მედია ორგანიზაციას. იქ აქვს ჯერ ერთი ზეწოლა, რომ ჟურნალისტები ერთად მუშაობთ ხოლმე, მაგრამ ამავე დროს კონკურენტები ვართ, თუ იქ ფორმულას ან რადიო თავისუფლებას ან პუბლიკას ან რა ვიცი ვიღაცას ლაივი აქვს კუთხიდან, სადაც შენ არა ხარ პროდიუსერი გირეკავს და გეუბნება რომ ნახე ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მსმენელი, ჩვენი ვინც არის არიღებს იმ ინფორმაციას რომელსაც უნდა იღებდეს, ანუ სულ ხარ დაძაბული. მით უმეტეს რომ იქ არის 50 სული შეიძლება 100 ადამიანი, ოპერატორები არიან, ჯგლეთვა არის წარმოუდგენელი ზეწოლა. ამის მერე ჟურნალისტებზე ლაპარაკობ, რომ განათლება აკლიათ, აღზრდა აკლიათ, ჩაჯექი და შენც იქ მოიქცევი. ანუ სისტემა იმას შვება, რომ არანაირი განათლება, აღზრდა, არაფერი მაგას არ უშველის, თუ არ არის დავაგებული და ძალიან ადვილია მე რომ ჟურნალისტებისკენ ხელი გაიშვირო, რომ ნახე როგორ იქცეოდნენ. აბსოლუტურად ყველა ვინც მაგას ამბობთ, იქ რო ყოფილიყავით, თქვენც ეგრე მოიქცეოდით, იმიტომ რომ არ იცი რა ქნა, ინფორმაცია გაქვს მოსაპოვებელი, რაღაცა. თუ კარგი ჟურნალისტი ხარ, ანუ არიან საშუალო ჟურნალისტები, მე მაგალითად, როცა რაღაცა არის ხოლმე ჩართული, ისე გულით ვერ უეკვეთები და შესაბამისად, ანუ მქონია პრობლემა, როცა სხვას ჰქონდა უკეთესი ინტერვიუ ან უკეთესი კადრი, იმიტომ რომ
რა ვიცი, ასაკიჩვება ხოლმე ხა. ხალხადობაში უფრო ჩემზე არ არის საერთოდ არის იმაზე, რომ აი ვინც ჩანს მე ჟურნალისტს, რომელიც იქ არის, იმიტომ რომ ამბავი მოგაწოდოს, მე იმას ახოცავ ხელს, იმის ნაცვლად ეს არის აბსოლუტურად სხვების ბრალი. ვისი სხვების არ ვიცი. არ ვიცი, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო არის რაღაცა, მაგრამ ვიღაცამ უნდა თავის თავზე აიღოს, რომ კომუნიკაცია ჟურნალისტებთან. ამ შემთხვევაში ალბათ ჯანდაცვის ხო, ნუ ეგრე მგონია, მეც მაგრამ ნუ კაი ვიღაცა გამოდიოდა ხოლმე, ხო? ხო, არ ვიცი, ეს ნაფიქრი უნდა გქონდეთ. ეს პირველად არ ხდება, ხო? ესე არის, რომ ისეთ შტაბეჭდილება იქნება, რომ აი ყოველ ჯერზე რაღაც მოულოდნელად ეს აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტია და რაღაც სივრცეში ვერ ეტევიან. ლოგიკა რო ესმოდეს მაყურებელს, ანუ სმენელს, ხო, რატომ აკეთებენ ამ ჟურნალისტები, ხო? ხმა ჭირდებათ ხარისხიანი და გამოსახულება ჭირდებათ ხარისხიანი, როდესაც რესპონდენტს არ აქვს როგორ თქვა, შეგნება, ან რა ვიცი, ცოდნა, ან კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ან გაუჩერდეს, ან თვითონაც იზრუნოს, რომ რაღაცნაირად მოაწესრიგოს ის სივრცე, ყოველთვის გამოვა ასე, როდესაც რესპონდენტი მოძრაობს, ძალიან ბევრი ადამიანი, ჟურნალისტი, კორესპონდენტი, ოპერატორი, სოციალური მედია დაემატა ამას, ხო, რა ვიცი, უამრავი ადამიანი არის რაღაც სივრცეში გადაადგილდებიან და ქმნის ამას ქაოსის შტაბეჭდილებას. მე ნერვიულობენ. ეს არის მათი სამსახური. აი მაგალითად ოქრომჭედელი ხო ცდილობს, რომ რაღაცნაირად აი სიზუსტე კონდეს. იქ ქირურგი ცდილობს, რომ შეცდომა არ დაუშვას და სწორად გაჭრას, სწორად მიაგნოს ამოჭრა. ხო, ამათაც თავიანთი სამუშაო და ცდილობენ ეს თავიანთი სამუშაო შეასრულონ 10-იანზე. 10-იანზე შესრულებას რო ვერ ახერხებენ, ნერვიულობენ და მე იქ ხდება ქაოსი, ერთმანეთთან ჯაჯგური და ბღარძუნი და 1000 რამე, ხო? მე იქ როცა ემოციები არის, ხო, იქ ვიღაცა რაღაცას წამოიძახებს, ადამიანები არიან, ერთმანეთს epasუხებიან. ვიღაცა არ არის პირდაპირ ეთერში, ვიღაცა პირდაპირ ეთერში არის. ვიღაცის პირდაპირ ეთერში ხდება სხვისი შავი მასალა. ეს ხო არ მოხდებოდა, მაგრამ ამას უნდა შეხედონ რაღაც ესეთი ტოლერანტულობის ძალიან მაღალი ხარისხით, იმიტომ რომ ამას დიდწილად ხო შენთვისაც აკეთებენ. გასაგებია რომ მისი სამსახურია და ამაში ხელფას იღებს, მაგრამ შენთვისაც აკეთებენ. ძალიან ნიშანდობლივი ამბავი იყო, აი ისა 2008 წლის ომის დროს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ჟურნალისტს ვიღაც ტიპები რომ საყვედურობდნენ და რაღაცეებს ეუბნებოდნენ და ეშპილკავებოდნენ და მის კადრებზე, ანუ მისით ნახეს ომი. მის გარეშე ომს ვერ ნახავდნენ, ხო? აი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კადრები, ხო? ხო და ნუ რაღაც ის ცოტა ის არის ბჭალებშიც შეიძლება არ ჩავსვათ უმადურობა რომ აი ასეთ მძიმე სამუშაოს იმის მაგივრად რაღაცნაირად და მე მესმის შეიძლება საყვედური თქვა, მაგრამ ხო ხვდები რა და რაღაც შეგშულია თუ არა რამედენიც გინდა, იმიტომ რომ რაც ქვეყანა არის და ხო მოყვარეს პირში უძრახეს რომ ზოგი არც ეკა ჟურნალისტებს ჩვენ ხო ვიცით ერთმანეთს ზოგი უკეთესია, ზოგს რაღაცა სისულელი აქვს ნათქვამი, ზოგს არ აქვს სისულელი ნათქვამი, მაგრამ მანამდე შენი ნათქვამია და ვიმეორებ რომ იმ ქვეყნის და იმ სტანდარტების მიხედვით რაც ვართ კიდე ჟურნალისტები ძალიან ბევრს ჯობნიან. რომ საზოგადოების დიდი ნაწილი და მათ შორის გავლენილი ნაწილი ცდილობს რომ საერთოდ არ იყოს და გააქრონ და რაც შეიძლება ხელი შეუშალონ. რომელიც გამოზით კიდევაც, იმიტომ რომ არაერთ თქვი დაამთავრე და მე. ვინც არ იცის ხო პრეს-ცენტრების ადრე გაზეთში რომ მუშაობდი, ეს ხანგრძლივი პრობლემა არის. იქ სვეტსაც წერდი ხოლმე და იქ მიწერია რომ პრეს-ცენტრების უმეტესობას ასე ესმის თავის ფუნქცია რომ ჟურნალისტს ხელი შეუშალოს ინფორმაციის მოპოვებაში, გაურთულოს ცხოვრება რაღაცნაირად. ხო, აი ეს ამის თქმა მინდოდა ჩემო ნიკოლოზ. მით უმეტეს რომ სისტემა განსაკუთრებით რახან არის ჩამოყალიბებული, ესე არსებობს ოპოზიციური მედია და პროსახელისუფლებო მედია, შემეძლო ბჭყალები მომეხსნა, მაგრამ მაინც რომ ესე დაცული იყოს და რაღაც კარგი დავიწყე და ამებნა აზრი, მაგრამ ესე ჟურნალისტის ის არის სტრესული სამუშაო. აი თქვათ ბევრჯერ მოვხდა თვალში რომ ეხა კურსებში სოფელში არის ძალიან მძიმე ვითარება. რომლის შესახებაც რო გითხრათ რომ ზუსტად ვიცი რა ხდება და კარგად არ ვიცი. იმიტომ რომ არ არის სათანადოდ გაშუქებული. იმიტომ არ არის სათანადოდ გაშუქებული რომ ქართული მედია არის კოლაფსის წინაშე. არა იმიტომ რომ განათლება არ ყოფნით, არა იმიტომ რომ ზრდილობა არ ყოფნით, არამედ იმიტომ რომ საერთოდ ფული აღარავის აღარ აქვს. იმისთვის რომ რაღაც ადეკვატურად გააშუქო, ბენზინის ფული გინდა, უნდა ჩამოხვიდე, კორესპონდენტი გინდა, რომელიც ადგილზე არის, რომელიც ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული და პლუს ამას გჭირდება ამ დროს
არა ტიპი, რომელიც ლოიალურად არის გაწყობილი ხელისუფლების მიმართ, რომელიც გუბერნატორის თუ მერის თუ გამგებლის ზარს მიიღებს, არამედ ტიპი, რომელიც აი ესე შეიძლება უსამართლოდ, მაგრამ მოგედაოს, რომ აქ რატო ხდება ესე, აქ რატო არ იყო დაცული. ხშირად ხელისუფლების ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი ისე რომ აქ მე რატომ მედავები, მე აქ არაფერ შუაში არ ვარ და შეიძლება მართალიც კი იყოს, რომ რავი რაღაცა მოხდა სტიქია, რომელსაც ვერ განსაზღვრავდი, მაგრამ ხანდახან იყო რომ წინასწარ შეგეძლო რომ განგესაზღვრა, ან რაღაცა მოგხვდება ცუდი სიტყვა ჟურნალისტისგან თუ ვიღაცისგან და მე უფრო მეც გააკეთებ, ვიდრე მანამდე გააკეთებდნენ. და ის რომ აი ეს მიზანმიმართული შეტევა, რომელიც ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს მედიის წინააღმდეგ, ჩემთვის მედია ოპოზიციური მედიაა, დანარჩენები პიარი, არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში. მე ხვდება ისე ჩანს ხოლმე თითქოს რომ აი NGO-ები მაშინ დადიან სასტუმროებში, კანაპეებში ჭამენ, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, რაღაცა ცუდი რომ მოხდება, რომელიც ყოველთვის ხდება ხოლმე, მივედით იქამდე რომ იქ არ აქვს საშუალება რომ ვიღაც გავიდეს და არც იმის საშუალება არის რომ ვიღაცამ თუნდაც აი იყაყარ თქვას რომ აი ნახე რა ხდება და სად არის აქ რაღაცა. თუნდაც სად არის აქ ვერტმფრენი და ანუ რომ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრაზობს რომ ვერტმფრენის ადგილი იქ არ არის, ამ წუთას წვიმს, ვერ მივა იქ, ტყუილა მიხურებთ მაგაზე, შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ აი ხო საჭიროა რომ მე თუნდაც იცოდე რომ აი ვიღაცა კონკრეტული ადამიანების, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, ტკივილი მიიტანო მაყურებლამდე, ხშირ შემთხვევაში თბილისში, მაგრამ შეიძლება ქუთაისი იყოს და ბათუმი, რა მნიშვნელობა აქვს. და ეს არის ძალიან სამწუხაროდ მხოლოდ დასაწყისი, რომ ამის მერე თუ რამე არ შეიცვალა და არაფერი არ ეტყობა, რომ შეიცვალოს, რაღაცა ცუდი რომ მოხდება, ჯერ ერთი ტიპებს დაიჭერენ, ვინც იტყვის, რომ აქ კრიტიკა ხო არის კანონები მიღებული, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვიღაც რომ დაელაპარაკო, არის რომ შენ ქვეყანაზე ცუდი გაიტანე გარეთ და ახლა ციხეში უნდა იჯდე ამის გამო. და მაგამდე არც მივა, იმიტომ რომ რავი, ზოგს სატელიტზე რომ გადაიხადოს, იმის ფული არ აქვს, ხელფასებს ვერ იხდის, ნახევარი რა ღირს მაგისი შენახვა მხოლოდ და ანუ აი ბოლო საფეხური დარჩა იქამდე რომ ეს არასასურველი ორგანიზაცია, აგენტების, კლიშეები. ახლა რა არის? თუ ხედავ რომ რაღაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ჟურნალისტს რაღაც საკითხისადმი და რესპონდენტს უსვავს კრიტიკულ კითხვას, შეამჩნევდი რომ აი ეს კატასტროფულად მოიმატა ასეთი პასუხების, რომ არ დაგელაპარაკები შენ ხარ ისა აგენტურა, უსამშობლო, ისა პარტიული ტელევიზია და აი სრულად არაპარტიული, შეიძლება არაპოლიტიკური, ყველაფერი პოლიტიკურია ბოლოს, მაგრამ რაღაც სოციალური თემატიკის ამბავი არის და იქაც კი არ გცემს პასუხს, არ გრძნობს პასუხისგებლობას, ხო? აი მაშინაც კი, როდესაც მე ატმოსფერო არის. რომ აჩვენა რომ ის ხალხი დაიჭირეს მერე. ვიზეც მედია ამბობდა რომ აი ამას საიდან აქვს საათი რატო უკეთია ღარიბაშვილსთან რომეო მიქაუტაძეს ეს ფული საიდან აქვს და ესე იყო რომ თქვენ ჩასაფრებულო თქვენი დედავატირა და მე აღმოჩნდა რომ არ ყოფილა ეგრე საქმე, ხო? რომ თურმე იმის მერე 3 წელი გავიდა კიდე და ადამიანი ან 2 წელი, ან 4 წელი, ან რა ვიცი 6 თვე, მაგრამ ეს ადამიანი ისევ თანამდებობაზე იყო და თუ რაღაც კორუფციულ გარიგებებში შედიოდა, აგრძელებდა კორუფციულ გარიგებებში შესვლას, რომელიც აზარალებს ყველას. მეც შენს და მთელ ქვეყანას. კი, სრულად ასე თქვათ, უჟანგბადო გარემოში უწევს მედიას ცხოვრება და აი ეს უჟანგბადო მედიისთვის უჟანგბადო გარემოში ფუნქციონირება როგორი არის, აგერ დიდი მეზობელი ყავს იმის მაგალითზე შეიძლება ყურე ისა დაკვირვება. ახლა უცბად ახლა ამომივარდა იმაში გონებაში ოსკარების დაჯილდოვება რო იყო ეს რუსი მასალებლის გადაღებული მოკლედ ის ვიდეოგრაფი იყო იწერდა და ნუ მერე დაამონტაჟეს და ფილმად შეკრეს ისა მისტერ არავინ პუტინის წინააღმდეგ ხო აი უყურე ხო ბანალური ამბავია ყველა ხედავს და აკვირდება ამას რაც ამ ფილმში არის აქ რა ხდება მოკლედ ომი რო დაიწყო რუსეთი რო შეიჭრა უკრაინაში მივიდა ინსტრუქციები ყველა სკოლებში და სახელმწიფო დაწესებულებებში რომ რაღაც აქტივობები ჩაეტარებინა და თან ვიდეოები გადაიღოთ და კულტურის სამინისტროს რაღაც მისამართი მიეცეს და გადაეგზავნათ ამ მასალებელს დაევალა ახალგაზრდა კაცს რომ გადაიღოს ეს აქტივობები როგორ ატარებენ ესე იგი საგანით შემოიღეს ეს მნიშვნელოვანზე საუბრები რამდენად ესე ექცევა ყურადღება და მასალებლები რამდენად პასუხისგებლობით ექცევიან ამას და ბავშვებს უტარებენ
მეცადინეობები ერქვა ადრე. ამას ყველა ხედავს, ხო, მთელი ეს რუსეთის 150 მილიონის, მაგრამ მედიაში ეს არ ხდება, ამ კუთხით არ ხდება, კრიტიკული კუთხით არ ხდება. აი, ყველა ფესტივალი თუ კი რამე არსებობს დოკუმენტური ფილმების, ყველგან მოიგო რაღაცა, გაიმარჯვა და ოსკარებიც აიღო და რუსეთში ახლა რო შემოვდიოდი აქ სკროლავდი, ხო, უჩივიან და რაღაც იუნესკოს და იმას ბავშვთა უფლებების დარღვევისთვის. აი, ბავშვთა უფლებების დარღვევისთვის ჩვენ საიტზე არის ადრე მევთარგმნე უკრაინულ სამსახურის ის არის ხო აი 7 წლის ბავშვი დედა რო თვითონ ესე იგი ლვოველი ვინიცაში იყვნენ ჩასული იმას საავადმყოფო პოლიკლინიკაში მისული რაკეტა ეცემა რუსეთის და ნუ 45 დედა დაიღუპა და ამ ბავშვმა მერე იქ იყო კიდე მედიაში ხშირად გამოჩნდა სახე 45%-ის დამწრობა მიიღო ბავშვთა უფლებების დარღვევის გამო უჩივის ამ ფილმის ავტორებს რომ ბავშვების ნებართვის გარეშე მოხვდნენ აი ამ კადრებში და იმაში აი უნამუსობის მასშტაბი ხო ბავშვები სტატისტიკაც არსებობს არ მინდა ახლა ანუ ხო რაღაცა რამდენი ბავშვი ყავთ გატაცებული რამდენი ამ დაბომბების დროს დაღუპული და რისი თქმა მინდა ეს რას მოვაყოლე აი ამ უჟანგბადო გარემოში ხო აი მედიასთვის უჟანგბადო გარემოში რო კარგი არაფერი ხდება ხო აი რუსეთის მაგალითზე შეიძლება ვნახოთ ეს და ჩვენთანაც ხო რაღაცნაირად იგივე ატმოსფერო არის აქ ახლა ხო გეუბნები მაინც ეს 30 წლიანი ტრადიცია დამოუკიდებელი მედიის ცალკეული ჟურნალისტების და ცალკეული ორგანიზაციების თავდადება და თავგამოდება რომ ხშირ შემთხვევაში უხელფასოთაც და უანგაროთაც ყველა აქედან ნაწილი იყო გრანტებით იმიტომ რომ ხო ვინც არის ის ჟურნალისტურ გამოძიებას რაც შეეხება ან რაღაცა ეგეთ გრძელვადიან საქმეს რომელიც შეიძლება 2, 3, 4 თვე დაჭირდეს იმისთვის რომ კარგად გააკეთო და ყველაფერი მოიძიო ხშირად ჯერ ერთი კომერციულ გარემოში მაგისი ფული არ არის და ისედაც ვირიჯდება რა რომ ტემს ფულს უხდი 3 თვე როცა ის 3 თვის განმავლობაში სიუჟეტი არ გაუკეთებია და არაფერი არ უქნია ანუ ბოლოში დაგიდებს 1 საათს მაგრამ მანამდე უნდა ის იყოს ხო ეს არის აი ხო გეუბნება ფუფუნებაა რომელსაც ხან ერთი ორგანიზაცია იხდი და ხან მეორე ორგანიზაცია იხდი და ეხლა ეგენი აღარ არსებობს ჩაიკარგა ამბებში ის რომ საიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაცხადა რომ უფასო იურიდიულ დახმარებას ვეღარ გაუწევდა ვერავის, რასაც აკეთებდა რამდენი 30 წელი თუ ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში. რომელიც ხო ვითომ ეს NGO-ები ჩვენ არ შეგვეხება, რაღაც დროს მიფიქრია, რომ აი რაღაცა რომ დამემართოს, სულ იცი რომ თუ რამეა მიხვალ საიასთან და გამოგიყოფენ და თავის საქმეს გააკეთებენ ისე როგორც საჭიროა. გააკეთებდნენ. ეხლა ვეღარ იზამენ. და იმას კიდევ ახლა ჩვენ ჟურნალისტებს მივხედოთ, რომ სულ ხდება რაღაცა უბედურება, ანუ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხან რაღაცა დაიწვება, ხან რაღაცა დაინგრევა, ხან ვიღაცა ქრთამს აიღებს, ხან რაღაცა განსაკუთრებით თუ თვალიდან მოშორებულ რეგიონში ხდება ამბავი, რომელიც წდებოდა ხოლმე და წდებოდა ხოლმე მე ამბობთ რომ ვიღაცა მიდიოდა გააშუქებდა, კაი ადგილობრივი მედია თითქმის ფაქტობრივად აღარ არის, მოისპო ყველაფერი და ისიც მოისპო რომ თბილისიდან ვიღაც ჩავიდეს, ჩამოვიდეს და ჩაერთოს და გააკეთოს. და თუ ხა ვინმეს გონია რომ ეგ მარტო ის არის ევროკავშირი და ბრიუსელი საერთოდ ანუ ეგ ეხება კურსებს ეხება და ბაგდადს ეხება და ყველას ეხება ვინც არის რისკის ქვეშ რომ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს და ნუ ყველა ვართ ეგ. ხო თან რა არის იცი ახლა ეს პროპაგანდა მაინც აბოლებს საზოგადოებას რომ აი რასაც აკეთებენ ხო ეს კარგი არის ზოგადად საზოგადოებისთვის მაგრამ აი რასაც აკეთებენ აი რასაც მედიას უკეთებენ აქედან არ გამოვა აი დანიის, გერმანიის, აი რა ვიცი, ნორვეგიის, შვედეთის მედიის მასშტაბის თავისუფლება და ხარისხი. არ გამოვა, გამოვა რუსული, ბელორუსული, ხო? აი ის გამოვა აქედან. ამას არ უნდა რა, მოკლედ, თუ ექსპერიმენტს ატარებ და რაღაც ბევრი პარამეტრი გაქვს ერთნაირი, საწყისი და კომპონენტები შედეგიც იქნება იგივე. შედეგი რასაც აკეთებენ, ხო? აი როგორც რუსეთში აღარ არის თავისუფალი მედია, ხო? რაღაც 1-2 ტელევიზია, რომელიც საზოგადოებიდან მაუწყებლობს, რაღაცნაირად მოახერხეს და გადარჩნენ. და არის ინტერნეტ მაუწყებლობა, YouTube-ზე და ასე შემდეგ. შიგნი თავისუფლების ერთი რა გითხრა, ნატურაც კი არანთია მედიის. ამას გამოიტანენ და რაღაცნაირად ხო ბევრ ამბავში ემსგავსება ეს ჩვენი სივრცე რუსულ სივრცეს. იქ ახლა შენ ქონდა თუ ვის ქონდა გაზიარება, ანუ შენ არ ქონია, მაგრამ რაღაც ამბავია რუსეთში, რომ იქ მიდიან ერთ რეგიონში და ძროხებს უხოცავენ ტიპებს და არავინ არ იცის რატო. ისა ჩვენებს ისა უყურე
რუსულ რედაქციას ჩვენი ის იყო ხო ხო შემხვდა აუ ეს დეტალები არ ვიცი მაგრამ მეც მოვინიშნე რომ მე რაღაცნაირად ახლა დღეს ხო ხო მოკლედ ამბავია რომ ზუსტად არავინ არის ის რატო ჩადიან სიბირიალი ესეთი პროექტი არის და ისინი წერდნენ ხო და ეჭვი არის რომ შეიძლება ანუ ამბობენ რომ რაღაც დაავადება აქვთ რომელიც ესეთი იკურნება და ძროხ არ უნდა მოკლა მაგის გამო და ორი ვარიანტია რომ ან კორუფციის ამბავია და დიდი კომპანიის დაკვეთით ხდება ეს რომ დაუხოცონ იმათ ძროხები ან იტყუებიან და უფრო სერიოზული დაავადება ჭირთ და მაგათ არ აბაზრებენ იმის თქმა უნდა რომ ადგილზე ვიღაც ჩასაფრებული თუ არა ყავს გინდა NGO იქნება და გინდა მედია იქნება და ვინც გინდა იქნება აი მოვლენ და რასაც უნდა იმას იზამენ და ხმის გამტანი კაცშვილი არ იქნება არ იქნებას ისევ ამბობ არ არის უფრო ხო ეგრეა ხო და აი იმას ის თვითონ ეს ისა სივრცე რომ არ გავდეს რუსულს ეს არის მნიშვნელოვანი იცი რა არის აი მექანიკურადაც შეიძლება რომ იქ რაც არის უკვე აპრობირებული იმის ხო შეიძლება შემთხვევითაც გამოგივიდეს მართლა ხო ამბობენ ხოლმე რა თუ 2x2 4-ია იტყვის პუტინი რა ამით არ იქნება 2x2 4 მაგრამ აი ხა ვიცი ხო გეუბნები გამოცდილება ემპირიული გამოცდილება ისედაც ლოგიკურად რომ იმსჯელო ხო რაღაცა თუ შემთხვევით ემსგავსება და გავს იქ რუსულს ხო სავარაუდოდ ჩვენთვისაც ცუდი იქნება იქ რა შედეგი დადგა იმის მიხედვით შეგვიძლია იმსჯელოთ აი ძალიან ნიშანდობლივი ამბავი არის რაც მაგალითად რაგბის სამყაროში ჩვენთან ხო აი მართლა ეს რაგბი ჩვენი თამაშია ყოველგვარი პათეტიკის და იმის გარეშე მართლა ესე არის ხო რაც დაგვემართა იქ რუსეთში ესე იყო ორი სიტყვა თქვი რა დაგვემართა იმიტომ რომ ბევრმა არ იცის მოკლედ აქ ეს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია WADA არის გამოაქვეყნა რაგბის საერთაშორისო კავშირთან ერთად რაღაც ესეთი დასკვნა რომ ქართველი ეროვნული ნაკრების წევრი რაგბისტები და მათ შორის აქ ადგილზე დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია ვინც არის შეთანხმებულად რამოდენიმეჯერ ანაცვლებდნენ ხო შეცვალეს ასეთ მასალა გენეტიკური მასალა რით აი შარდი ან სისხლი აკრძალული ნივთიერებების გამოსავლენად ხო აკრძალული ნივთიერებების ანუ მანდ ორი რამე იყო რომ ერთი როგორც ამბობდნენ რეკრეაციულ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ და მეორე შეიძლება დოპინგზეც იყო ლაპარაკი ყოველ შემთხვევაში ეხა მიდი ამტკიცე პლანი მოწია იმან თუ დოპინგი გაიკეთა შარდის ანალიზი შეცვლილი იყო და ხო გასაგები არის რომ თუ ამ რეკრეაციულ ნარკოტიკებზე შეგიძლია ეს გააკეთო არ ვიცი ეს შეიძლება ნაკლებად მძიმე დანაშაული იყოს რამშაობა აქვს ან ორივე არის სირცხული თავის მოჭრა და კატასტროფა ქართული თვითონ ეს სქემა რო ესე ვთქვათ აი ეს სქემა აეწყო ეს არის კატასტროფა ეს არის აი პუტინის რუსეთის მიდგომა რომ რაღაცის გამო შეგიძლია ყველა წესი დაარღვიო ყველაფერი გვერდზე გაწიო და ისე გააკეთო ხო მოატყუო მოკლედ შეთქმულება ისა მოაწყო ხო ეს არ არის რა ჩვეულებრივი ამბავი და ეს არ არის სპორტის ერთ სახეობაში სხვა სპორტის სახეობებშიც რაღაც ნიშნები არის ხო და ეს ძალიან გულსატკენი არის იმიტომ რომ უზარმაზარ სკანდალში გაეხვა რუსეთი ამის გამო სადაც სახელმწიფო სპორტსმენები ფედერაციები შეთქმულები ისა ხო ისა შეთანხმებულები მოქმედებდნენ ანუ აქ არის პრობლემა რა ორი რაღაცა რომ ერთი რომ თვითონ სპორტსმენები ამას აკეთებდნენ და მეორე რომ ამაში იყო ჩართული ის ორგანიზაცია რომელთაც ამითი კონტროლი ევალებოდა ადგილობრივი ანტიდოპინგის კატასტროფაა ხო კატასტროფა არის და ცუდი რა არის და კიდე რა გავს რუსულს ხო ეს ჩვენი ისა სპორტის ორგანიზება როგორ არის სპორტის ყველა ცალკეული ფედერაცია ხო ფორმალურად არიან დამოუკიდებლები მაგრამ სინამდვილეში არიან სახელმწიფო სტრუქტურების გაგრძელება რაც წარმოუდგენელი არის და არასწორი არის იქ იმის გამო რომ მოკლედ რა იქ უნდა იყოს ხალხს უნდა კონდეს განცდა რომ ჯანსაღი კონკურენცია არის და თავისუფლება არის და რა ვიცი ეს არის პროგრესის საწინდარი და იქ ვიღაცა პარტიული ნიშნით ინიშნება ხო ჩვენ გვახსოვს რომ რაგბის კავშირში ძალიან დიდი კონფლიქტი იყო ფიზიკურად გამოწევა და ნუ ძნელი დასაჯერებელი არის რომ რაგბის თემა ვიღაც უცნობი ბიზნესმენი აირჩია და წლების განმავლობაში იყო არ ვერჩი მე იმ ადამიანს შეიძლება გადასარევი ადამიანია და რაღაცა მაგრამ იცი რა არის სპორტული კარიერის ნაწილი უნდა იყოს მერე სპორტული ფუნქციონერობაც ხო როგორ თუ იმის ის ეყოთ ჭკუა ეყოთ გამოცდილება ეყოთ ნაკრებში ეთამაშათ ის საზოგადოების მხარდაჭერა მოეპოვათ რაღაცნაირად ამ თავის რისთვისაც მთელი ცხოვრება და ჯანმრთელობა აქვს მიძღვნილი ხო იქ როგორღაც თვითონ ვერ დაორგანიზდებიან ვინ არის ღირსეული ვერ აირჩევენ თავიანთი რიგებიდან ვერ გამოწევენ რა საჭიროა სახელმწიფოს ამ მასშტაბით ჩარევა აი მე ხდება ესე რომ ეროვნული ნაკრები რაღაცნაირად
ეროვნულ ნაკრებს ადგება ჭრდილი. მასაც რაღაც პარტიული დამღა ესმევა და ბევრს არ აქვს განცდა რომ ეროვნულ ნაკრებს უნდა უგულშემატკივროს. ფიქრობს რომ რაღაც საზოგადოების რაღაც ნაწილის და კითლად უარესი მართველი პარტიის ნაკრები არის. ესეც კატასტროფა არის, იმიტომ რომ 21 საუკუნე არის სპორტი რაღაცნაირად ახდენს აი ამ რაღაც ეროვნული ენერგიის აკუმულირებას და რაღაც პატრიოტიზმის რაღაც გამოვლენას გამოვლენას რაგბი რომელიც ყოველთვის რაღაცა ის იყო არ ფეხბურთელებს რო არ გამოსდიოდათ რაღაცა რაგბისტების იმედის უკ ქონდა ხო სადღაც აი სტადიონი ადგილი და სადაც აი სრულიად განსხვავებული ადამიანები გამოცდილების რა ვიცი განათლების პროფესიის ხდებიან და ერთიანობის განცდა აქვს და ჩვენ ახლა ვატყობთ შეთხელებულ ტრიბუნებს ხო და ეს არ არის მარტო აი ცალკეული სპორტსმენების ან მათი შედეგების შედეგი. თუმცა შედეგებშიც უკვე აისახება, აი პორტუგალიასთან წავაგეთ, რაც ნუ 2005 წლის მერე პირველად და ნუ არავინ არ ელოდა ამას. აქ შეიძლება რაღაცნაირად სპორტულ უიღბლობას, რაღაც იმას დავაბრალოთ, მაგრამ შეგვიძლია არც დავაბრალოთ და ვთქვათ, რომ რაღაცა დალპა იქა და იმიტომაც წავაგეთ. ახალი თემა არ დაიწყო ბოლოში გავედით. კომენტარებს წავიდეთ, ხო რომ ნახოთ ქორიძეზე. რა დაწერეს? ну, მოკლედ ქორის ძირითადად აქტუალებული ტაში რა კარგად გამოიჩინა თავი. მოვიწიოთ რომ თავის პაკლონზე გამოვიყვანო. ძალიან სიმპათიურია წერია Spotify-ზე ვინც გვისმენს ნეტა როგორ გამოიყურებაო აინტერესებდათ. ზუკა შენს დაენახე ხალხს რა ვიცი მარტო ქორი არის აქ ოპერატორი და რითი ხარ უარეს იმას. მოდი ზუკას ბევრი ხვეწნა არ ჭირდება. არა, ანუ ხო მაინც ნომოსულიყო და დღეს ჩანდი ერთ-ერთად. დღეს ზუკა გადაგვირჩა ციხეს, იმიტომ რომ ვახსენოთ ხო, ხარდად გვედოა ხო, თეგი ამბავი იყო. ზუკას ემუქრებოდა რამდენიმე დღიანი ან ერთ-ერთი საპროტესტო აქციის გაშუქების დროს ბუნებრივი არის იმის გამო რომ მიიღებდა გადასული იყო გზის სავალ ნაწილზე და არ ქონდა ეს პრესის ამომცნობი ნიშანი და მოგვედავნენ, მაგრამ დავარწმუნეთ და დავიხსენეთ, ასე რომ კატორღას აცდა და იქ არც სახალინზე გაგზავნიან და არც ჩელიაბინსკში და არც თუმცა მამაშენის საყვარელი წეს რომ ქორი არ უნდა გამოგეჩინოთ, იმიტომ კი არა რომ არ მოეწონა შესახედავად, არამედ ტომი და ჯერიში რომ მოსამსახურე ქალია, სულ ეგრეთ ჩანდა ხოლმეო, რაც მესმის მისიც, მაგრამ ამავე დროს ქორიც არ არის ტომი და ჯერიში მოსამსახურე. არანაირად. არ არის. და სხვაებით აქებენ Instagram-დან ვიცი, კარგი ხელოვანიაო, სტუმრის როლშიც მომეწონაო. ეს არის. მოკლედ დავამთავროთ დღეს, გავედით ბოლოში, მადლობა ვინც გვიყურეთ აქამდე, დაწერეთ კომენტარები. გამოგვყევით. შენი ნიკო. ხა, რაღაცა. აბა დროებით ნახვამდის.